გამარჯობათ მეგობრებო. ახლა არ ვგსოვ წინდებს, სქემას არაფერს არ გიხსნით, არ გიზიარებთ. უბრალოდ მინდა ძალიან ბევრი შეკითხვა არის რაზე. რა ზომას გსოვთ თქვენ და რა ზომა არის ეგ და მე ეს ზომა მინდა და თუ გამოვა ეგ. აი ესეთი შეკითხვებია ძალიან ბევრი. მე რა ზომას ვგსოვ თქვენ არანაირად არ გამოგადგებათ. ადრე მაქვს მე ამ თემაზე ჩაწერილი წინდების ზომები. და რატო არ გამოგადგებათ? მე არ ვიცი თქვენ რა ძაფით გსოვთ, თქვენ არ იცით მე რა ძაფით გსოვ, ხო? აი მე ყოველთვის ვამბობ, რომ გსოვეთ წინდები 4 ნომერი ჩხირებით, რადგან ზომაშიც ნორმალური გსოვება არც ძალიან მჭიდრო მოდის, არც ძალიან ფართე მოდის, ეს თავისუფალი თვლები არ იგსოვება ძალიან დიდი თვლები, თქვი. და ყოველთვის ერთნაირ ზომას დასვამთ 4 ნომერი ჩხირებით, რა ზომაც თქვენ გინდათ. მაგრამ ძაფსაც ხო გააჩნია, ხო? ახლა აი ამ წინდას მე ვგსოვ ძაფით, რომელიც იქსოვება 5 ნომერი ჩხირებით. წესით, თუ მოვგსოვ მე ჯემპერს, ჟაკეტს, ნუ რა ვიცი, რას მოვგსოვ 5 ნომერი ჩხირებით. და ახლა მე წინდებს ამ ძაფით, რომელიც იქსოვება 5 ნომერი ჩხირებით, მე ვგსოვ 4 ნომერი ჩხირებით. იმიტომ რომ 4 ნომერი ჩხირებით როცა ვგსოვ წინდებს ზუსტად ერთნაირი ზომები გამომდის. რადგან თუ მე წინდა მოვგსოვე 5 ნომერი ჩხირებით, უფრო ფართე და დიდი გამოვა. კარგი, გასაგებია, რომ შევცვლი თვლების რაოდენობას, ხო? მაგრამ ძირითადად უკეთესია წინდები გსოვოთ 4 ნომერი ჩხირებით. ახლა ზომები ნახეთ. ზომები. ერთი ჩხირზე ერთი თვალის განსხვავება ცვლის ერთ ზომას. ჩხირზე ერთი თვალის განსხვავება ეს იქნება, ჩვენ ხო თვლით ჩხირებზე თვლების რაოდენობით ხო ზომას. აი მე ვამბობ, ვგსოვ 12 თვალი მაქვს ჩხირზე და ასე ვგსოვ. და ეს რომელიღაცა ზომაა, ხო? 12 თვალი 24 და 24 მივუმატებთ ერთმანეთს, ხო? ეს გამოვა. ახლა ნახე. არ ვამბობთ, რომ 50 თვალით ვგსოვ, 48 თვალით ვგსოვ უკაცრავად, ანუ 44 თვალით. ვამბობთ, ჩხირზე ამდენი და ამდენი თვალი მაქვს. ახლა დავაკვირდეთ, აი 2, 4, 6, 8, 9 თვალი მაქვს ჩხირზე, ვგსოვ სქელი ძაფით, ასე ვიტყვი უბრალოდ, სულ არ მივაქცევ ყურადღებად, რა ნომერი ჩხირებით იქსოვება ეს ძაფი, კაცო დაანებე თავი. სქელი ძაფით ვგსოვ უბრალოდ ვიტყვი ჩვენებურად. და მაქვს ჩხირზე 9 თვალი, 2, 4, 6, 8, 9. ნახე ახლა. აი ეს წინდა მოგსოვილია ჩხირზე 8 თვალი. ჩხირზე 8 თვალი, ეს 9 თვალი. ერთი ზომით განსხვავდება, ეს 35 ზომაა, ეს 34 ზომაა, ფეხზე. ხო გითხარი, ეს 9 თვალია ჩხირზე, ეს 8 თვალია ჩხირზე, ეს 7 თვალია ჩხირზე და ეს 33 ზომაა. ძაფი ერთი და იგივეა, იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, თორე ახლა წინდები ბევრია სხვადასხვა, მაგრამ სხვადასხვა სისქის ძაფითა მოგსოვილი, ხო? ერთი და იგივე ძაფზე ვსაუბრობ ახლა მე. სქელი ძაფით მოვგსოვე 3 წყვილი წინდა სხვადასხვა ზომა. 33 ზომა, 34 ზომა, 35 ზომა. ამ 3 ზომაში რა სხვაობა არის? 4 თვალი, 4 თვალი, 4 თვალი. აქ 7 თვალი მაქვს ჩხირზე, ესე იგი იმ 4 თვალზე ხო 7 თვალი მაქვს. 8 თვალი მაქვს ჩხირზე, ხო? ასე ვთვლით, 4 თვალზე ხო 8 თვალი მაქვს.
9 თვალი მაქვს ჭხირზე, 4-ვე ჭხირზე ხო 9 თვალი მაქვს. ესე იგი 4 თვალია სხვაობა წინდებში ზომიდან ზომამდე. ძირითადად როგორც კი ესე იგი 4 თვალს მოუმატებ, თუ მოუმატე ახლა აქ ახარ და უმატებ ხო? აქ რო უმატებ ერთ ჭხირზე ყველაზე ხო უნდა ვუმატო, ხო უნდა გქონდეს სულ თანაბარი ხო ერთნაირი რაოდენობის თვლები და ყველაზე უმატებ გამოგივიდა უკვე აი ნახე ახლა ერთი ეს თვალი მოდის არა 1 2 თვალი 2 თვალი აქედან დაამატე აი ერთი ზომაა ზუსტად 4 თვალით რამხელაზე იზრდება ერთი მატება ირგვლივ ყველა ჭხირზე აი ესა თითქმის თითო ზომის განსხვავება ასე რომ გაითვალისწინეთ რომ მოგსოვთ და რაღაცა ერთ ზომას იმის მიხედვით გეცოდინებათ ძაფსაც გააჩინე კიდევ ამბობ ახლა ვსაუბრობ აი ყველა მაქვს ერთნაირი ზომის ძაფით მოქსოვილი ძაფსაც გააჩნია გეცოდინებათ რომ შენ რო აქ 12 თვალი დასვი დაუშვათ თითო ჭხირზე და გამოგივიდა 38 ზომა წინდა თუ 11 თვალს დასვამ გამოგივა 37 თუ 10 თვალს დასვამ 36 თუ 9 თვალს დასვამ 35 ზომაა ეხლა ეს 34 ზომა 33 ზომა და ასე შემდეგ დააპატარავე ჭხირზე თითო თვალით წინდაზე 4 თვალით ირგვლივ ასე დააპატარავე და ჩახვალ ბოლომდე შემდეგ კიდე რა მინდა გითხრათ აი ახლა ნახე ხო უმატებ გვერდებში აქ და აქ ესენი გვერდებია ხო აქ ჭხირის დასაწყისში უმატებ თავში აქ ჭხირის ბოლოში უმატებ აქ ხო არ უმატებ ეს გვერდია ესაც გვერდია ტერფის ქვედა ტერფის ზედა რაღაც არის გვერდებია და აი ესენი აქ ნაპირები აქ უმატებთ ხო აქ რო უმატებთ წინდა არასდროს არ გქონდეთ აი როგორ თქვა აი ესეთი რაღაცნაირი წინდა არ გქონდეთ ჩემგან ვინც მე ვისაც გიზიარებთ წინდის ქსოვას და ვინც აქედან სწავლობთ წინდას ქსოვეთ ლამაზი წინდები ძალიან ლამაზი წინდები არ იყოს აი ესე რომ თავი ბოლო არ გაიგებოდეს წინდას და გვერდი და წინა მხარე და უკანა მხარე ტერფის ქვედა მხარე ტერფის ზედა მხარე არ იყოს რაღაცა უცნაური აი ხო დაიწყე თავიდან მატება ხო ახლა ეს რაღაც იმად არ ჩამითვალოთ, მაგრამ უბრალოდ ხო სწავლობთ, კარგად გააკეთეთ ის, ლამაზად გააკეთეთ და შენთვი გააკეთებ, სხვისთვის გაყიდი, რას გააკეთებ, ლამაზი იქნება ყოველთვის. და არ გექნება იმის გამო პრობლემა, უი ეს რა მოგიქსოვია, არ მინდა არ ჩავიცვავ. ხო შეიძლება რა? ახლა ნახე, ხო ქსოვ და აქ უმატებ. ეს ყოველთვის ასე დასვი. არა გქონდეს აი ასე სადღაცა აკარგულ-ჩაკარგული გვერდები და შუა ნაწილები ეს გვერდებია აქ და ეს ყოველთვის გვერდებში უნდა იყოს აი ასე დასვი წინდა სულ როცა ქსოვ აქამდეც რო ამოხვედი და მატება დაამთავრე ეს წინდა ასე მოჭიმე გაჭიმე და ყოველთვის აი ასე გქონდეს და მონახავს ის თავის ფორმას შემდეგ და არ გექნება ასეთი გამიგე ხო რატოა წინდა ასეთი ქსოვ ირგვლივ და აბურდულია ამიტომ აი ყოველთვის აი ეს წინდა ხო დაგდე ახლა მე ვქსოვდი ამას ხო და სადღაც რაღაც ნაწილში დავაგდე ახლა დავტოვე სულ ამას ხო არ ვზივარ არა წავედი მე მაგრამ იცი როგორ დავტოვებ აი ასე კი არ დავტოვებ აი ასე გოხტად გავასწორებ აი ასე დავტკეპნი გვერდებს მოუნახავ ნაპირებს და ეს თავის ადგილზე მოჯდება თანდათან დროთა განმავლობაში და წინდა მიიღებს წინდის ფორმას არ იქნება ქაოსი ახლა შემდეგ ნახე აი ამოხვალა ქუსლთან და ყოველთვის აი ეს გაითვალისწინე ახლა კი მოგსოვე ქუსლი მაგრამ შენ თუ ახლა ეს წინდა ასე გიდევს ახლა ეს ჯობია თუ ეს ჯობია წინდას გქონდეს თავისი წინა უკანა მხარე გვერდები და თავისი ფორმა და სახე ხო აი ასეთი შენც მოგეწონება შენ ვისაც მოუგსოვ იმასაც მოეწონება და
თუ გაყიდი, ხო, ყოველთვის ვამახვილებ ყურადღებას, რომ ადამიანი სწავლობდა, აბა რატო სწავლობ, ხო, შეიძლება და გამოგადგეს, ხო, შემოსავლის წყაროდ. ყოველთვის ლამაზი ფორმა მიეცით წინდას და ამას სხვანაირად ვერ გააკეთებ, რო ქსოვ ასე გადატკეპნეს გვერდები და აუცილებლად ეს მატება აქ უნდა იყოს, ამან უნდა აი ეს აძლევს წინდას ფორმას ახლა და ასე უნდა გააყვე სულ, აი ასე ახვიდე დავამდე ზევიდავდე, აი ნახე ახლა ეს წინდა სულ ასე არის, არ არის აი ასეთი, ნახე სულაც არ არის ასეთი. იმიტომ რომ ვქსოვდი თან აი ასე მოვჭიმავ, თან ასე დავტკეპნი, თან მივცემ თავის ფორმას ვაძლევ, მე ვიცი რომ ეს წინდა აი ასეთი უნდა იყოს. ნახე წინდა ასეთი უნდა იყოს. შემდეგი თემა და რა გაითვალისწინოთ კიდე რა მინდა გითხრათ. წინდას რო ქსოვ და უნდა გამოგივიდეს ლამაზი, ხო? ყოველთვის ვამბობ და ვიმეორებ, რომ რასაც აკეთებ, ადამიანი უნდა აკეთო ლამაზად, ხო? ქსოვ წინდას. ახლა მე რო აქედანვე დავიწყო რეზინა. ეს რეზინა ხო რაღაც სიმაღლეზე მაინც ხო უნდა მოვქსოვო, არა, მაგრამ აქედან დაწყებული რეზინა იქ ქუსლის შემდეგ და ახლოს. თუნდაც 4-5 რიგი კიდე გადაგქსოვე და დაიწყე რეზინა. ძალიან უშნო შეუხედავი წინდა გამოგივა. აი ძალიან ულამაზო რა, იცი როგორი გამოგივა? ეს წინდა კია, ქუსლიც აქ არის, მაგრამ შენ არ მოაქსოვე რაღაცა სიმაღლე აქ, ჩვეულებრივად, სქემას ქსოვ თუ არ ქსოვ, რასაც ქსოვ, არ აქვს მნიშვნელობა, თავისი სიმაღლე აქ რეზინამდე ქუსლიდან წინდას. თავისი სიმაღლე აქვს, იმასაც თავისი სტანდარტი აქვს. თუ ისი არ მოქსოვე, რა გამოგივა, იცი, აი აქედან ეს წინდა აქ ცოტა განიერი დაგრჩება, აქედან ეს რეზინა შეწევს შიგით ამ წინდას და აი რა არ ვიცი, რაღაცა გამოგივა ერთი სიტყვით, აი ახლა რას გეტყვი, ნახე. ნებისმიერი წინდა დააკვირდი, ახლა აი ჩემ წინდებს დააკვირდი. მე სასწაულს კი არაფერს ვაკეთებ, უბრალოდ გიზიარებ, რაც ვიცი იმას. აი დააკვირდი. არც ერთ წინდას, არც მეტი, არც ნაკლები, აგე ტერფი და ყელი ერთნაირი არ აქვს ზედმეტი ან რომელიმე, გრძელი ან მოკლე, ერთნაირია, ნახე. ყველა წინდა, რომელიც გინდა ნახო, აი ესაა ცოტა გრძელი. მაგრამ წინდას აქვს თავისი სილამაზე, ხო, ნახე როგორაა მოგზოლი. აქ ყველაზე კარგად ჩანს ის ჩვენი რაღაცები. აი ამას როცა არ გსოვთ, აი ამაზე ვსაუბრობ. ქუსლიდან რეზინამდე. კი ქსოვ სიმაღლე, შეიძლება ახლა შენ მითხრა, რომ მე რეზინას აქედანვე ვქსოვ და ამ სიმაღლეს ვქსოვ, კაცო, და რატო უნდა გამომივიდეს ცუდი? არ გამოგივა ლამაზი. რეზინა ხო ასე წევს, აი ასე შიგნით, ხო? და ეს აქედანვე შეწეული და ამ სიმაღლე მოქსოვილი, ახლა წარმოიდგინე რა იქნება. აი თუნდაც ეს, ხო, ასეთი მოდელი მოვქსოვეთ რაღაცა ჩვენ, მგონი შარშან იყო, არ ვიცი, ნახავთ ჩემთან ვიდეოებში ამ წინდას. ჩვეულებრივი აგერ ტერფი, ქუსლი, ნახე და ეს მოვქსოვეთ რაღაც ამდაგვარი. კი არის ახლა ეს აქ. ხო არის აი ქვემოთ, მაგრამ ნახე ახლა რომ გავწიო ეს თავის ზომაზე რაც მე მოვქსოვე, ეს წაღმაუკუღმა ნაქსოვი, ეს ისეთი სტილით ნაქსოვია, რომ ასე წევს თორე. ახლა ეს თავის ზომა მე რაც მოვქსოვე, ზუსტად წინდის სიგრძეა ყელიც. აი ასე, უბრალოდ ეს ასე იკეცება. აი ყველაფერს აქვს თავისი საზღვრები, ასე ვთქვათ. ახლა ნახე. აი ყველა წინდა ასეა მოგქსოვილი და ასე მოვქსოვ ამასაც. და რა არის ახლა ესენი ნახე. აი მოგქსოვე ქუსლი, აქ დაამთავრე ქუსლის ქსოვა, ხო? ახლა შემეკითხები, განა რამდენი უნდა მოვქსოვო? აი რამდენია მოქსოვილი რეზინამდე, ნახე. და რამდენია ახლა ეს როგორ გავიგოთ ჩვენ? ნახე. ტერფი ხო გაქვს მოქსოვილი, შენ ქსოვდი 36, 38, 40 ზომას, არ ვიცი რამდენს ქსოვდი. იმ ტერფს ხო აქვს თავისი ზომა, რაც მოქსოვე. არ აქვს მნიშვნელობა რა ზომა მოქსოვე. ნახე. გადაკეცავ ქუსლიდან.
ქუსლიდან, აი აქედან გადაკეცავ ახლა ამ ყელს ხო ქსოვ შენ აქ ხარ. ეს მოქსოვილი გაქვს, ამოსული ხარ აქ ქსოვ. გადაკეცე და აუცილებლად ტერფის ნახევარი მეტი თუ არა უნდა მოქსოვო ეს რეზინამდე. ასე დააზომე ყოველთვის, აი, შეხედე? ქუსლის შემდეგ რეზინამდე აუცილებლად რო გადაკეცავ აი ასე და ტერფს დააზომებ ნაქსოვს, ტერფის ნახევარი უნდა მოქსოვო რეზინამდე. გააშუალედე, ახლა ნახე, აი ჩამოვედი ტერფის ნახევარი, კიდევაც მეტია მოქსოვილი. თუ მეც მოქსოვ, უფრო ლამაზი გამოგივა. აი რა მინდა, გითხრა, ნახე. ეს ტერფი ხო მაქვს მოქსოვილი, ახლა ვქსოვ ყელს, ხო, ეს არის წინდის ყელი. ამას მოვქსოვ, არ მოვქსოვ რეზინას, ჩვეულებრივად მოვქსოვ, სქემას ვქსოვ თუ ჩვეულებრივად უბრალოდ ერთი ფერის წინდას ვქსოვ, მოვქსოვ და გადმოვკეცავ, როცა ტერფის ნახევარში მოვა ეს ქუსლიდან ყელი, მერე დავიწყებ რეზინას და მოვქსოვ წინდის წვერამდე. აი აქედან აქამდე და გამომივა ნორმალური შესახედი წინდა. აი ქუსლიდან ტერფის ნახევარს როცა მოვქსოვ რეზინამდე, მერე დავიწყებ რეზინას და მოვქსოვ ტერფის წვერამდე. აი აქ წინდის წვერამდე უფრო სწორად, აი მეტსაც და უფრო ლამაზი გამომივა. ნახე რამდენით მეტია ახლა ეს და ნახე რა ლამაზია ახლა ეს წინდა იმასთან შედარებით, მე რო აქედანვე რეზინა დავიწყო და თუნდა ორი ამ სიგრძე მოვქსოვო. არ იქნება ლამაზი, ძალიან არ იქნება ლამაზი. ახლა ამას შეხედე, როგორი თავისი ფორმა და სიგრძე სიგანი აქვს წინდას. ახლა რამ სიმაღლე მოვქსოვოთ, რამ სიგრძე მოვქსოვოთ ტერფი, ხო? ხო, იტყვი ახლა ადამიანი, რომ ეს რამ სიგრძეღა მოვქსოვო. არის წინდა მინახია, რომ აი დაიწყე, აიღე ზომა, ახლა ეს დაუშვათ არის 36 ალბათ და 36 ზომაზე აიღე რაღაცა თვლები, ახლა ეს წვრილი თუ ძაფითაა ნაქსოვი და ძალიან ბევრი თვლები ჭირდება სქელძაფთან შედარებით, ასე ვთქვათ. ჩვენ ეს არ გვაინტერესებს, ნახე რას გეუბნები მე. ახლა დაიწყე წინდის წვერი მოქსოვე, დაამთავრე მატება, წინდის წვერი არის, მატება სანამ დამთავრდება და იწყებ ტერფის ქსოვას. ახლა შენ რო აი ასე მოქსოვო, ეს გამოგივა 4 კუთხედი, ხო? 4 კუთხედი, ხო ახლა ეს? სიგრძე არა აქვს და ფეხი როგორია, 4 კუთხედია? ფეხი ხო აგრძელი ამასთან შედარებით. თუ ზომა არ იცი დაუშვათ რა ზომა გჭირდება, მაგრამ ხო დაიწყე რამდენიღაც თვალზე, ამ რამდენიღაცა თვალმა რო უმატე და დაამთავრე მატება, თავისი სიგანე ხო მისცა წინდას. ამ წინდას მაგალითად თუ ბევრ თვლებზე დაიწყებ, მეტი სიგანი აქვს. თუ ცოტა თვლებზე დაიწყებ, ნაკლები სიგანი აქვს, აი ამას ვამბობ. აი შეხედე ახლა, ნახე. ახლა აი რამდენით დიდია, განიერია ის წინდა ამ წინდას. ახლა უყურე. არ მოქსოვო ასე 4 კუთხედი, სიგრძე მოქსოვე მეტი. ფეხი როგორიც არის, ხო გრძელია ფეხი. ისე გრძელი მოქსოვე წინდაც ქუსლამდე ვამბობ. ახლა თუ ეს დიდი ზომა გაქვს დაწყებული, მეტი დაჭირდება სიგრძე, რა თქმა უნდა, რომ დააგრძელო წინდა და არ დაგრჩეს ასეთი, რომ ვერ ჩაიცვას ადამიანმა. ახლა ეს ცოტა თვლებზეა დაწყებული და ნახე რამდენი დაჭირდა სიგრძისთვის. მაგრამ არ არის ასეთი, აი ასეთი კი არ არის. აი ფეხის ფორმა აქვს ახლა წინდას. ამიტომ მინახია, რომ აი წინდას ტერფი არის ასეთი. არ ვიცი, ხო, არ ვიცი. რატომ? რადგან ამ ხელა ახლა წინდას თუ ჩააცმევ ადამიანს, ან ძალიან განიერი უნდა იყოს და სიმაღლეში როგორ მეასწიო და იმიტოა 4 კუთხედი, ან ვერ ჩააცმევ. გამიგე ხო? ფეხი ხო ამ ხელაა კაცო. ნებისმიერი ზომას ხო აქვს სიგრძე და
ასე თუ მოგსოვ აბა რანაირად ქუსლამდე ვერ ახვალ ხო და ეს ქუსლი შუა ტერფში მოგივა სადღაც აქ მოუწევს ქვედა მხარეს ფეხზე ამიტომ როცა რამდენ თვალსაც იწყებდა ხო მიიღო თავისი სიგანე წინდამ კიდევ იმეორებ ეს იმ სიგრძე მოგსოვე რომ აქ ოთხკუთხედი კი არ გამოგივიდეს წინდის ტერფი გრძელი გამოგივიდეს ფეხს დაემსგავსოს ისეთი მოგსოვე არ ვიცი რამდენად გარკვევით და გასაგებად ახსენი მეგობრებო აი ეს მინდოდა მეთქვა რადგან კი ვხედავ ნაკსოვებს მაგრამ ვხედავ რა ქვია იმას არასტანდარტულიო რაღაცა ამ დაგვარს ერთი სიტყვით რაც არის და როგორც არის აი ასე გსოვეთ ყოველთვის რა ზომასაც არ უნდა გსოვდეთ ფეხს მიეცით ფეხის სიგრძე ზომაზე ქუსლის შემდეგ ნახევარი ტერფის ზომა მოგსოვეთ რეზინამდე და რეზინა მოგსოვეთ იმის შემდეგ წინდის წვერამდე აუცილებლად აი ეს ეხლა ეს ალბათ დამეზარა 3-4 რიგის გადაგსოვა კიდე ეხლა სახში აცვია ბავშვს და რა უშავს ალბათ თქვი აი ცოტა პატარა არ მოგსოვო ასე შენ კარგად მოგსოვე ზუსტად გამოდი აქამდე უფრო ლამაზი გამოგივა წინდა და უფრო კარგი იქნება მაღალიც იქნება თუ გინდა უფრო მაღალი მოგსოვე მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს მოგსოვე მაშინ მეტი რეზინა ახლა ამაზე მეტი სიგრძეში ასე ლამაზი გამოდის აი ახლა ეს რამ სიგრძეც არის ხო რეზინა ხო შემოდის ასე შუა წელში მერე გარეთ მიდის და აი ეს საკმარისი ეს ზომა საერთოდ ყველანაირი სიმაღლის წინდისთვის ლამაზია სამაგიეროდ თუ მაღალი ყელი გინდა ეს მოგსოვე მეტი ეს კი არა რეზინამდე ქუსლიდან ეს მოგსოვე მეტი და უფრო ლამაზი გამოგივა წინდა ვეცადე შეძლების დაგვარად ამეხსნა არ ვიცი როგორ ახსენი კიდევ აი ეხლა ახალი წელი მოდის და გვაქვს ჩვენ ეს ვიდეოები ჩაწერილი გვაქვს ვისაც გაინტერესებთ შეგიძლიათ მოძებნოთ ქვევით ჩემთან YouTube-ზე აი ეს ვიდეოები და მოგსოვოთ საახალწლო თემაზე რავი რაც არის როგორც არის ხო ესენი ბაჭიჭებია მოგსოვილი დიდი ხნის და აი ნახავთ ამ ვიდეო გვაქვს ჩაწერილი და თუ ვინმე სქემები დაგჭირდეთ რა სქემაც არ უნდა დაგჭირდეთ ან აქ ვერ ხედავდეთ და რაიმე სქემა გაინტერესებდეთ და გინდოდეთ მესენჯერში უნდა მომწეროთ წინა ვიდეოში მგონი განახეთ რა ფოტოთი მომძებნოთ თუ არა და ვიდეოს YouTube-ის უკაცრავად YouTube-ის მთავარ გვერდზე ჩემთან არის Facebook-ის ლინკი და წამოდით მესენჯერში გადმოგიგზავნით თუ კი რამე შემიძლია რამე სქემები მაქვს და რამე გაინტერესებთ ყველაფერს გადმოგიგზავნით რაც შემიძლია რადგან YouTube-ზე ფოტოები არ იდება წარმატებები კარგად ბრძანდებოდეთ იმედია ეს ყველაფერი გამოგადგებათ და დაგეხმარებათ